ეს მაკაა. სასტუმრო ვინდემის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი. აქ ვეუბნები, რომ მასზე მხოლოდ კარგ რაღაცეებს ვიტყვი და რომ უნდა გამიღიმოს და ყველაფერში დამეთანხმოს. აი ესე. თუმცა ცუდი რა უნდა ვთქვა, ძალიან საყვარელი გოგოა, ძალიან. ცოტა შეესაძლოა ზარმაცი, მაგრამ ძალიან მიზანდასახული და ძალიან შრომის მოყვარე. აქაც როგორც ხედავთ, საქმეშია. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან უყვარს მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა. ეს სალომეა, უბრალოდ მე. თუმცა ბევრი ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს საკუთარ თავზე, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 10 წელია ამ სფეროშია, როგორც ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი. წელს კი ახალი სტარტი დაიწყო და საკუთარი კომპანია შექმნა. მასაც ძალიან უყვარს მოგზაურობა, როგორც მაკას. და ასევე თბილისის ქუჩებში ხეტიალი და საინტერესო ადგილების აღმოჩენა. ჩვენი მიზანია საქართველოს დაგანახოთ არა როგორც მოგზაურის, არამედ ექსპერტების თვალით. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მე და სალომე ვისაუბრებთ ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებაზე. ვეცდებით რომ განვიხილოთ დეტალურად რა არის კარგი, რა ხდება საინტერესო ჩვენ სფეროში და მოგითხრობთ უფრო თქვენთვის გასაგებენაზე, რომ იცოდეთ რა ხდება სამზარეულოში ჰოსპიტალიტი სექტორის. მეგობრებო, მოგესალმებით. მეც ამ პოდკასტების ფარგლებში შევეცდებით, რომ აი შიდა სამზარეულოში შეგახედოთ ტურიზმის თუ რა ხდება, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, რა ხდება კარგი და რისი გაკეთება არის შესაძლებელი, ან ჩვენ რა მიმართულებით ვფიქრობთ განვითარებას ამ სფეროში. მაკა წარმოადგენს ჰოსპიტალიტი სექტორს. მე კი უშუალოდ ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ვიქნები ამ პოდკასტების განმავლობაში. გვეყოლება ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი. ასევე გავაკეთებთ ხოლმე გასვლებს სხვადასხვა საინტერესო ადგილებში, სადაც გვექნება საინტერესო ჩართვები, პოდკასტები, საინტერესო თემებით და ასე შემდეგ. ამიტომ ვალი გვადევნეთ აუცილებლად და დაგვასპონსორეთ. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ეს კოლაბის იდეა დაიბადა სასტუმრო ანაპიაში, ვიყავით მე სალომე და კიდევ ბევრი და ესე ვღადაობდით რაღაცებზე და მოდი ესე ვქნათ, ისე ვქნათ, დავიწყოთ პოდკასტების სერია, მაინც არ არის ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი პოდკასტი და აი ესეც დაიწყო დღეს პირველი ჩვენი შეხვედრა. პროფესიული ნაწილი ცოტა ხუმრობა, ეს ყველაფერი გავაერთიანეთ და გვინდა რომ რაღაცა საინტერესო პროდუქტი შევქმნათ თქვენთვის. მე უკვე გავაკეთებთ იმას, როგორ ხდება ხოლმე, პირველი 10,000 გამომწერი რაღაცა დაგვაფოლოვეთ. ხო, აუცილებლად გამოვყევით მეგობრებო. გაითვალისწინეთ, რომ მაკა არის სასტუმროს წარმომადგენელი, Windham Grand, 5 ვარსკვლავიანი 5-star hotel in Tbilisi. მე ვარ ტურისტული სააგენტოს, თან ახლად გამომცხვარი ტურისტული სააგენტოს დამფუძნებელი ამ ეტაპზე და შესაძლებელია ძალიან საინტერესო და მიმზიდველი პაკეტი შეიკრას. დიახ, პაკეტი შეიკრას თქვენთვის. ამიტომ აუცილებლად თვალი გვატევნეთ. მაკა, ეხა შენი პერსპექტივიდან რომ მოგვიყვე, ჰოსპიტალიტი სექტორის წარმომადგენელი მაკა მანდარია, რას იტყვის, რა ხდება დღეს ტურიზმის სფეროში, აი ამ ნაწილში უფრო. სასტუმროების გადმოსახედიდან ჩვენთან ისეთი მდგომარეობა არის, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არსებული სასტუმროებში პოპულარული არის შემდეგი ქვეყნები, ეს არის აზიის ქვეყნები ძირითადად და გალფის ქვეყნები, სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზიიდან გამოირჩევა უფრო ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია მეტნაკლებად და კორეა. და დანარჩენი უფრო ეს სპარსეთის ყურის ქვეყნები. ძალიან კანტიკუნტად არის და დაბალ ბიუჯეტური არის უფრო ევროპული ქვეყნები და ამერიკა ძალიან ცოტა არის სამწუხაროდ, თუმცა ძალიან მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩეოდა და გამოირჩევა ეს ქვეყანა ჩვენთან მიმართებაში. აი ბოლო რა პერიოდის განმავლობაში შეიცვალა ეს ტენდენცია?
პრინციპში თუ სწორად მახსოვს წელიწადზე მეტია უკვე ესეთი მიმართულება არის, იქ დაინიშნა ჩინეთიდან ფრენები, ინდოეთიდან ფრენები და მოგვეხსენება ახლა ყველას ვინც ამ სფეროში არის, ფრენებზე არის ძალიან დიდი რამე დამოკიდებული და რა ფრენაც არის და როგორ მარტივადაც უხერხდება ამ ტურისტს და მგზავრს გადაადგილება, ის ქვეყანა არის უკვე პრიორიტეტი არსებულ ქვეყანაში. იდეაში ერთი და იგივე ბაზრებზე ვმუშაობთ, უბრალოდ თქვენ სასტუმროს ნაწილში, ჩვენ კი ზოგადად მთლიანი პაკეტის შექმნის ნაწილში. ამიტომ ეგ ქვეყნები არის, რაც ჩამოთვალე, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია ის, რომ რაღაც პრობლემებს შევეჯახეთ, ასე ვთქვათ. ისეთი ბაზრებია, ვთქვათ, რომლებსაც უფრო მეტი აქცენტი აქვთ ფასზე. კი. ფასის მიმართ ძალიან სენსიტიურები არიან და აი მართლა რო იწერებიან ხოლმე, აი $2 კი გადამწყვეტია ხოლმე და ასეთი მაგალითებიც ქონია, რაც სამწუხაროა, მაგრამ რეალობა არის. მინიმალურზე დაბლა ჩამოვდივარ რაღაც ხვარს ქვემოთ, რაც მერე იწვევს იმას, რომ ხარისხი შეიცვლება, ტურისტები, რომლებიც დღეს რაღაც ძალიან ბიუჯეტურად მოგზაურობენ, ამოწურვადია, რა თქმა უნდა. სხვა კატეგორიის ტურისტი, რომელსაც ხარისხი აინტერესებს, შენ უკვე ვეღარ შესთავაზე ხარისხს, იმიტომ რომ მიჩვეული ხარ, რომ უბრალოდ რაღაცა ბიუჯეტურად გამოიყვანო ფასი და უბრალოდ ეს სერვისი მიაწოდო როგორც სერვისი და არა როგორც რაღაცა გამოცდილება, როგორც რაღაცა უნიკალური და საინტერესო შესაძლებლობა მოგზაურობის. ერთ-ერთი შემთხვევა იყო ძალიან ცოტა ხნის წინ, დავთვალეთ ტური, რაღაცა მაქსიმალურად, კარგ ფასში, ჩვენი აზრით, კარგ ფასში გამოვიყვანეთ და მახსოვს, რომ ჩვენმა პარტნიორმა მოიწერა, რა თქმა უნდა 9 სხვა ტურისტულისთვის ექნებოდათ მიწერილი, როგორც ინდოეთში, ასევე საქართველოში. და მოგვწერეს ესეთი რაღაცა, რომ $6 სხვაობა იყო ჩვენსა და ჩვენს კონკურენტს შორის. საბოლოოდ, ანუ ან უნდა დაგვეკლო $6-ზე ოდნავ მეტი, იმიტომ რომ $6 დაკლება მათთვის არ იყო საინტერესო, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ ის ადამიანი ისედაც აძლევდა მაგ ფასს, ამიტომ რაღაცით განსხვავებული რაღაცა, ან კომპლიმენტარი რაღაც უნდა მიგვეცა, ან რაღაც უფრო საინტერესო ოფერი უნდა დაგვედო ერთ სიტყვით, რომ დადასტურებული იყანო. სხვა შემთხვევაში არ ადასტურებდნენ. მანდ ხა ის მომენტიც არის, რომ აი სასტუმროები მაგალითად განსაკუთრებით დაბალ სეზონზე არის ეს, რომ როდესაც აი დავუშვათ ინდოეთის მარკეტიდან არის მოთხოვნა რაღაც ორგანიზებულ მაის ჯგუფზე, ყველა ცდილობს, რომ რაღაცა გარანტირებული რაღაცა საბაზისო დატვირთულობა შეიქმნას და მაგის გამო მე იქიდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი, რომ არასტაბილური მდგომარეობა არის, ჯერთი ყველგან სადღაც რაღაცა კონფლიქტი რო არის, ჩვენ გვეხება და სასტუმროს არა აქ იმხელა ფუფუნება, რომ რაღაცა ფასები არ ახუნოს აქეთ-იქით, მით უმეტეს დაბალ სეზონზე და მაგიტო უკვე რაც არის დღეს, ანუ დღევანდელი კვერცხის პრინციპით არის ბევრი სასტუმრო და მათ შორის ახლა ჩვენიც და მაგიტო არის ყველაფერი. თორე ჩვენ რო ვიყოთ ახლა 2019 წლამდე რო იყო ტურიზმი ისევ მაგ პერიოდზე რო ვიყოთ, ხო? ბევრად სხვა სიტუაცია იქნებოდა და მაშინ რა დატვირთულობაც იყო და რა ADR-იც იყო სასტუმროებში, არ ვიცი, ეგ მაგამდე როდის მივალთ, არ ვიცი. ამას კიდე დაემატა, რომ თბილისში უამრავი სასტუმრო გაიხსნა, ხალხო აღარ გახსნათ ეს სასტუმროები. აღარ გვინდა მეტი. აღარ არის საჭირო. ყოფნის. ქუთაისში გახსენით. ქუთაისში. არ არის ნიკა ეგრე? ინვესტორებო, თუ კიდე გვიყურებთ და ხართ ასეთი, რომელიც ფიქრობს თბილისში სასტუმროს გახსნაზე, მშენებლობაზე, გახსენით ქუთაისში, იქ უჭირს სასტუმროებს. თან დიდი პოტენციალი არის, ფრენები არის უამრავი, ბატონო ნიკა.
მაგრამ ხო, ეგრე ნიკა აქ ჩვენი არის. პროდიუსერია, მეგობრებო, გაგაცნობთ. აი, იქეთ კამერის მიღმაზის და გვანიშნებს, რომ ან ძალიან მოსაწყენები ვართ, ან ძალიან ზედმეტად მხიარულები და ამიტომ ვცდილობთ, რომ ესე თვალი შევავლოთ, რომ მივხვდეთ მისი რეაქციიდან გამომდინარე, თუ ამ თქნარებს, ესე იგი ძალიან ცუდად არის საქმე. უანგაროდ ხო, გვემსახურება. უანგაროდ გვემსახურება და ჩვენი რესურსით უნდა დავამონტაჟოთ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, ამიტომ ძალიან მკაცრები ნუ ვიქნებით, ხო? ძალიან მაკა ესეთი აზრი მომივიდა, შენც თუ თანახმა იქნები, რადგანაც ეს ჩვენი საერთო გადაცემა და პოდკასტია, ასე ვთქვათ, ესეთი ტრადიცია დავნერგოთ, რომ დღეიდან ყველა ჩვენს გადაცემაში მოვყვეთ ერთი რაიმე სახალისო და ძალიან სასაცილო ისტორია ტურიზმიდან, რაც უშუალოდ ტურიზმს უკავშირდება და სტუმრები რო გვეყოლებიან, მაგათაც მოვაყოლოთ ხოლმე. მოვაყოლოთ აუცილებლად. ეხა უცებ რა გამახსენდა. მოკლედ საქართველო მოგეხსენებათ პოპულარული არის სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ვინაიდან იქაურ ტურისტებს სულ აქცენტი აქვთ ხედზე, ზღვის ხედზე და ასე შემდეგ. სულ ითხოვენ ხოლმე, არა აქვს მნიშვნელობა სად მდებარეობს შენი სასტუმრო, ზღვაზე, მთაში, ბარში, უდაბნოში, ყველას უნდა აბსოლუტურად ზღვის ხედი და წერენ ხოლმე, რომ უნდათ მოკლედ დაუჯავშნოთ ზღვის ხედი, რომელიც ნუ არ გვაქვს რეალურად და თბილისში ზღვა არ არის მეგობრებო, ნუ თბილისის ზღვას პეტერე არ ზღვა, ვთვლით პეტერე, ხო. ზღვად, მაგრამ ზღვა არ არის, ასე რომ ზღვის ხედით მაკა ვერ შემოგთავაზეთ ვერანაირად. ხედს, თუმცა ნომერს დაგიჯავშნით. ქალაქის ხედით. რატომ არის ტურიზმის სფერო ესე საინტერესო? ჩემი აზრით ტურიზმის სფერო საინტერესოა, იმიტომ რომ გიწევს მუდმივად უცხო ხალხთან ურთიერთობა. თუ რა თქმა უნდა ეს გაინტერესებს როგორც ადამიანს. ზოგი არის ეხა ინტროვერტი და იმას საერთოდ არ აინტერესებს არაფერი. თუ ადამიანის ცხოვრების წესი არის აქტიური, მას აინტერესებს ადამიანებთან ურთიერთობაც. მაგალითად, მე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ჩემთვის მაგით არის საინტერესო ეს სფერო. და ხშირ შემთხვევაში ყოველდღიურობა ერთ რუტინაში არ გადადის და სხვადასხვა кейსი შეიძლება გქონდეს განსახილველი. რაც მთავარია გიწევს ასევე მოგზაურობა, ეს კიდევ უფრო დამატებითი ბენეფიტებია, ასე ვთქვათ. ახალისებს ადამიანის ცხოვრებას და შენც მოგზაურობ და მე უკვე როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყანაშიც უკვე ინტერესი გაქვს შენ ქვეყანაში იმოგზაურო და დაათვალიერო, აღმოაჩინო შენც მათთან ერთად ან მათ გარეშე და მე მოუყვე და ეს უფრო სალომეს საკითხი არის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ სალომესთვისაც ეს ნაწილი ძალიან საინტერესო არის, რომ დადის და თვითონ რასაც აღმოაჩენს, მე უყვება აქ ჩამოსულ ტურისტებს. ხო, იდეაში, ანუ სრულად ვეთანხმები ყველაფერში მაკას, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანი სფეროა. სასტუმროს ნაწილიც ხო თავისთავად საინტერესოა, თუმცა მე როგორც ტურიზმის, ანუ ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი, სრულად ანუ package-ს რო ვქმნით, ანუ პაკეტის შექმნა, სადაც უკვე ყველაფერი არის შესული. ეგ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყველა кейსი არის როგორც წესი განსხვავებული თუ არ ჩავთვლით სერიულ ტურებს, იმიტომ რომ როგორც წესი რაღაცები მეორდება, თუმცა ეს კომუნიკაციის ნაწილი და ზოგადად პროდუქტის შექმნის ნაწილი, რომელზეც ამდენ დროს ხარჯავ, ფიქრობ, რომ რაღაცა განსაკუთრებული შექმნა, ხო? და ეგ ნაწილი არის, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მაკლია, რაც აი რაღაც მას ტურიზმზე დავიწყეთ მუშაობა, ან ისეთ ბაზრებზე, რომელთათვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფასი. ანუ ჩემი დიდი სურვილია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ, შეიძლება იქ ბიუჯეტის ნაწილში რაღაც დათმობებზე წავიდეთ, ანუ ეგ ყოველთვის ხდება ტურიზმის სფეროში, მაგრამ ის რომ შენ რაღაცა განსაკუთრებულს ქმნი, ან ის რომ შენს მომხმარებელს აქვს მოთხოვნა და სურვილი, რომ რაღაცა განსაკუთრებული შესთავაზო. და სიტყვაზე ტენდერი იქნება თუ ზოგადად შეთავაზებების არჩევანი, ხო, რომელსაც აკეთებს კლიენტი, ჩემთვის სასურველია და ყველაზე საინტერესო, როცა კეთდება არჩევანი, არა
ფასის მიხედვით, არამედ უშუალოდ პროდუქტის, რომელიც საინტერესოა პროდუქტი, და შენ თვითონ როცა ამ პროცესში ხარ ჩართული, როცა აი ამ საინტერესო რაღაცა პაკეტს ქმნი, შენთვისაც ძალიან საინტერესო პროცესი არის და ამიტომ ეგ დანაკლისი მაქვს განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რაც მიყვარს ამ სფეროში არის ის, რომ რაღაცა ცდილობ რომ ყოველ ჯერზე რაღაცა განსხვავებული შესთავაზო. ეხლა ფაქტია რომ საქართველოს მის შესაძლებლობებს ჩვენ ვერ შევცვლით, იმიტომ რომ იგივე ქვეყანა, იგივე ბუნება, იგივე ყველაფერი. მაგრამ ის თუ რა ფორმით სთავაზობ ამ ყველაფერს, ან როგორი სახით წარუდგენ, ანუ ეგ არის რეალურად ამოცანა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომ შენ მაქსიმალურად საინტერესო შეთავაზება გაუკეთო შენს მომხმარებელს. და ძალიან დიდი სურვილი მექნება თუ აი ეს შეიცვლება ტენდენცია. და დავუბრუნდებით ამ ეტაპს, იმიტომ რომ იყო ეს აქტუალური, იმიტომ რომ ფასი არ იყო რიგ შემთხვევებში გადამწყვეტი და ევროპულ სეგმენტზე ვინც მუშაობს ძალიან კარგად იციან, რომ კი რა თქმა უნდა ფასიც ერთ-ერთი კრიტერიუმია, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანი არის ხარისხი და მათთვის მნიშვნელოვანია რამდენად განსხვავებულ რაღაცას თავაზობ. იმიტომ რომ ამით აკეთებს შემდგომ უკვე არჩევანს. და ის ადამიანები, ვინც ახლა ფიქრობთ, რომ ამ სფეროს დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება, ჩემი გადმოსახედიდან, როგორც მაკამ უკვე აღნიშნა, ჩემი გადმოსახედიდანაც ძალიან საინტერესო სფეროა, ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება ამ სფეროში. და განვითარება, რაც მთავარია, შეგიძლია შენი თავი განავითარო როგორც კომპანიაში, ასევე ინდივიდუალურად, თუ რა თქმა უნდა, ამისი სურვილი გექნება ადამიანს. თუ რაიმე იქნება თქვენი მხრიდან საინტერესო და კითხვები გექნება, შემოგთავაზეთ თქვენი აზრები, დაგვიწერეთ კომენტარები და აუცილებლად გავითვალისწინებთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ თემებს გამოვყვეთ, რადგანაც ჩვენთვის ეგ უფრო საინტერესოა, თქვენ რა მიმართულებით გსურთ, რომ ჩვენ წამოვიდეთ. მეგობრებო, რადგანაც დღეს ჩვენი პირველი, ასე ვთქვათ, გაცნობითი გადაცემა იყო უბრალოდ, რაღაცა ის იდეა არ გქონია, რომ დღეს რაღაც ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრებდით უფრო, აი რაღაცა ერთმანეთი გაგვეცნო, დაგვეანონსებინა, რომ ამ პოდკასტს და ამ გადაცემას ვიწყებთ. გვაინტერესებს თქვენი დაინტერესება რამდენად არის, ამიტომ თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ყველაფერში. გთხოვთ აუცილებლად გამოგვიწეროთ, გააზიაროთ აუცილებლად ჩვენი პოდკასტი, დაგვალაიქოთ და ასე შემდეგ მოგვიწონოთ ერთი სიტყვით. თქვენი ინტერაქციის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ხოლო შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით სტუმრებით და სტუმრებთან ერთად. და რაც მთავარია, დაგვიკომენტარეთ, რა იქნება თქვენთვის საინტერესო თემა შემდეგი პოდკასტებისთვის. მადლობა, რომ გვიყურეთ. ხელანდელი ჩვენი სტუმრები. გაუძლებთ დონატი, უძლებთ ყველაფერს. შეიძლება. არა, რატო წუდი? არა. აუ, ჩვენც მოვიყვან ტურიზმის სელებრიტებს რა. ხო, გარდა ამისა, მომდენო გადაცემა. აი აქ. ჯერ არ ვიცი როგორ ამოვა. ანუ შეგვიძლია ამინდის პროგნოზზე ვისაუბროთ დასავლეთ საქართველოში ცვალებადი იყო. აი ეს შენი თუ შეგაწუხებენ, ისე თუ ჩამოფიქრეთ, ვითომ?